Საამშვიდობის დღეს 21 ნოემბერია, ორშაბათი. თქვენ უყურებთ რეალურ სივრცეს, მე ნინო ზაუდაშვილი გახლავართ. დაბრუნდით ეთერში და გადავდივართ მთავარ თემაზე. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებულ სხდომაზე სამედიცინო შემთხვევების შეფასების პროცესის სრულყოფის გზებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული მნიშვნელობით განიხილეს სამედიცინო შეცდომის გამეჯვნის საკითხი ექიმის გულგრილობასა და უყურადღებობისგან, რაც საკანონმდებლო დონეზე ცვლილებებს მოითხოვს. ჩვენი სტუმრები არიან სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების თავმჯდომარე ბატონი ნიკოლოზ კინტრაია და სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი ბატონი არჩილ მორჩილაძე. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო მოგზაურობისთვის. თუმცა მე პირველი კითხვით ბატონ ნიკოლოზ, თქვენთან უნდა გადმოვიდე, პრინციპში საკანონმდებლო ბაზაში ამ ტიპის რეგულაციები უკვე თითქოს არსებობს. რატომ გახდა აუცილებელი ცვლილებების შეტანა და რა განიხილეთ კონკრეტულად ამ მიმართულებით? ქონდა შეხვედრა სამინისტროს წარმომადგენელთან, რომელმაც მოუმართა ესეთი თხოვნით, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად გასაგებია რომ არსებობს კოლეგიალობის გრძნობა და ასე შემდეგ, მაგრამ მაქსიმალურად ობიექტურად გავარჩიოთ პაციენტის ისტორიები, ანუ ის შემთხვევები, რომელიც დამთავრდა სავალალოდ. რა თქმა უნდა, ამაზე სპეციალური თხოვნა არ ჭირდება, რატომღაც შეიქმნა საზოგადოებაში აზრი, რომ ექიმები ექსპერტები ექიმებს ხელს აფარებენ და რაღაცა შემთხვევები ყოველ შემთხვევაში ისე არ ირჩევა, როგორც უნდა გაირჩეს. ამაზე გქონდა სპეციალური შეხვედრა, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ექსპერტები ძალიანაც რომ მოინდომოს ხელს მაინც და მაინც ვერ დააფარებს ექიმს, იმიტომ რომ ერთ შემთხვევაში ხშირად რამდენიმე ექსპერტის მიერ ირჩევა, მაგრამ როცა ექიმმა იცის, რომ ამისი დადებული დასკვნის მიხედვით შეიძლება მეორე ექიმი ციხეში წავიდეს, ისეთი შეცდომის გამო, რომელიც პრინციპში ჩვენ ქვეყანაში კი არა, განვითარებულ ქვეყანაშიც, აი სრულად აღჭურვილ კლინიკაში ძალიან მაღალ კვალიფიციურ ექიმსაც კი შეიძლება მოვიდეს, ამაზე იყო საუბარი, რომ ასეთ შემთხვევაში ის რაღაცნაირად შეიძლება შეეცადოს, რომ რაღაცით დაეხმაროს. თუმცა ესეც პრინციპში გამორიცხულია, მაგრამ ამას მოყვა ის, რომ ჩვენ დავაყენეთ დღის წესრიგში ესეთი საკითხი, რომ მოდით შევიდეთ წინადადებით საკანონმდებლო ორგანოში და იქნებ მოვახერხოთ, რომ გავმიჯნოთ ეს ორი ერთმანეთისგან შეცდომა და დანაშაული და შეცდომისთვის ექიმი კი არ მიდიოდეს ციხეში, არამედ ეს შემთხვევები ირჩეოდეს ამ ექიმთან ერთად, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა, დადგინდეს რა მოხდა სინამდვილეში, რისი გაკეთება შეიძლებოდა, როგორ ჯობია მომავალში ასეთ სიტუაციაში ვიმოქმედოთ და გასაჯაროდეს იგივე სამედიცინო სამყაროში, რომ შემდგომში სხვა ექიმი რომ აღმოჩნდება მსგავს სიტუაციაში, შემთხვევა ესე სავალალოდ. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოს პრევენციული ზომები, რომელიც დაგვაზღვევს შემდეგი, ვთქვათ, მძიმე შედეგებისგან. უეჭველი, ეს ჩემი მოგონილი და ჩვენი მოგონილი არ არის, ეს პრაქტიკა არსებობს მსოფლიოში და ყველგან ესე იქცევიან განვითარებულ ნორმალურ ქვეყნებში. ანუ არის ესეთი პრაქტიკა საერთაშორისო განხილებით, რომ ყველა კარგ ექიმსაც შეიძლება დაემართოს შეცდომა, მაგრამ ვთქვათ, ცუდი დამოკიდებულება და უყურადღებო დამოკიდებულება, ვთქვათ, აბსოლუტურად პაციენტის მიმართ არის სხვა. თუმცა აქ მე ერთი კითხვა ყოველთვის მიჩნდება, მე უბრალოდ შევახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენი ტელეფონის ნომერია 240-90-06, თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და დასვათ შეკითხვები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ტელეფონის ნომერს 240-90-06. თუმცა ბატონო ნიკოლოზ, კიდევ ერთი შეკითხვა. მკურნალობის პროცესი ეს არ არის მხოლოდ ექიმის და ვთქვათ მხოლოდ პაციენტის ურთიერთობა. აქ კიდევ არის ჩარეული ადამიანი, პაციენტის ვთქვათ მშობელი იქნება ეს თუ ახლობელი, რომელიც ასევე მონაწილეობს ამ პროცესში. აი როგორ უნდა გაიმიჯნოს აქ ექიმის შეცდომა და იმ ადამიანის შეცდომა, ვისაც მკურნალობთ. ხომ შეიძლება ვთქვათ რაღაც დანიშნულება არ შეასრულოს სწორად. არის თუ არა საერთოდ ეს ურთიერთობა ყოველთვის რეგულირებული, რომ ექიმი ძალიან დაწვრილებით უხსნის პაციენტს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გამოჯამრთელდეს პაციენტი, მაგრამ არის მიუღებლობა პაციენტის მხრიდან. ასეთ შემთხვევაში როგორ გაერკვევით, ვთქვათ, ვისი დანაშაული უფრო იყო ამ შემთხვევაში? იცით, ქალტონინო, საქმე იმაშია, რომ მე ვფიქრობ, რომ ზუსტად აქ არის ის პრობლემა, როდესაც ისმევა საკითხი, ვისი დანაშაულია, იმიტომ რომ როცა შემთხვევა მოხდება, იქ დამნაშავე კი არ უნდა ვეძებოთ, იქ უნდა ვეძებოთ, რატომ მოხდა ეს შემთხვევა. უნდა გავაანალიზოთ მთლიანად თავიდან ბოლომდე
იყო ეს სამედიცინო შეცდომა თუ იყო პაციენტის მხრიდან დაუშვათ არ შესრულება იმ დანიშნულების თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როცა თავიდანვე დამნაშავის ძებნას ვიწყებთ და ამ იარლიქს მივაწებებთ ექიმს, ხო? აი იქ არის ხოლმე ზუსტად რომ საქმე ფუჭდება. ბატონო არჩილ, როგორ უნდა მოხდეს სწორედ ეს გამიჯნა, ვთქვათ, დანაშაულსა და უყურადღებობას შორის და რა ტიპის რეგულაციები და ვთქვათ სანქციები უნდა არსებობდეს აი ამ ორ მოვლენას შორის. თქვენ როგორ ფიქრობთ და რას ითვალისწინებს თქვენი ცვლილებები ამ მიმართულებით? პრინციპში ნუკრიმ ზუსტად ისაუბრა იმაზე, რაზე ჩვენ მქონდა საუბარი, აი სწორედ იმაშია საქმე, რომ როდესაც რაღაც შემთხვევა მოხდება, თქვენ ბრძანეთ, რომ შეიძლება პაციენტის ახლობლებმა ჩათვალონ, რომ ეს იყო შეცდომა, მიმართონ თქვენ წარმოიდგინეთ სამართალდამცავ ორგანოებსაც კი და ხშირად გაგვიგია, რომ აღძრულია საქმე, იმ ამადა მუხლი თუ არ ვწდები. 112 მუხლია სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. რაც უკვე თავიდანვე განწყობას ქმნის ცოტა სხვანაირს და შესაბამისად, როდესაც ასეთი საქმის შემდეგ საქმე მიდის რეცენზენტთან შესაბამის ასოციაციაში და ჩვენთან ეს ეკეთდება, რომ ნებისმიერ დარგში დასკვნაზე პასუხისმგებელი არის დარგობრივი ასოციაცია. ანუ როგორც ბრძანა იქ ორი რეცენზენტი აწერს, რა თქმა უნდა, ხელს ორი, მაგრამ ეს რეცენზენტები ავტორიზებული არიან შესაბამისი დარგობრივი ასოციაციის მიერ. და ამ დასკვნაზე პასუხისმგებელი არის ის ასოციაცია. ეს სხვათა შორის საექიმო საქმიანობის შესახებ კანონითაც არის რეგულირებული, სადაც წერია, რომ შესაბამისი დარგობრივი ასოციაცია წერს ასეთ შემთხვევაში დასკვნას. აქ საუბარია სწორედ იმაზე, რომ როდესაც მოხდება ესეთი შემთხვევა, მისი განხილვა შესაბამის ასოციაციაში და სამედიცინო წრეში არის პრევენცია მომავალი შემთხვევების თავიდან აცილების, ხომ? ჩვენ ხშირად საუბრობდით ასევე უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე. რაც დღეს სამწუხაროდ სავალდებულო არ არის და ამაზე წინა მოწვევის პარლამენტში საკომიტეტო მოსმენა იყო, სადაც საყოველთაო თანხმობა იყო, რომ ეს უნდა აღდგეს ეს სისტემა და სწორედ ეს იქნება ის სასწავლო შემთხვევები, სადაც მოხდება განხილვა და არა დამახინჯება ამ შემთხვევების და რაღაც სხვადასხვა კუთხით მიტანა, არამედ ის რაც იყო წმინდა პროფესიულად განხილვა და ეს ხელშეუწყობს ზოგადად სამედიცინო დახმარების ხარისხის ამაღლებას. აი ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ამაზე არის საუბარი. ყველას უნდა რომ ხარისხი იყოს გაუმჯობესებული, მაგრამ ყველა შემთხვევა არის სწორედ ის ბაზა, რაზეც უნდა მოხდეს შესწავლა და მომავალში რომ არ განმეორდეს იგივე. მეტი სანდოობისთვის თქვენ როგორ ფიქრობთ ამ განხილვის პროცესში ვინ უნდა იყოს ჩართული, რომ ყველასთვის იყოს გასაგები, ვთქვათ, საბოლოო შედეგი? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სადაც ხდება შემთხვევა იმ კლინიკაში, აქ თქვენ ახსენეთ ასევე პაციენტთან და მის ახლობლებთან ურთიერთობა. თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს ეგრეთ წოდებული პაციენტთან ურთიერთობის პროტოკოლი. ანუ როგორ უნდა ესაუბროთ? ჩვენთან რიგი კლინიკები ამას კარგად ასრულებენ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც პაციენტის ახლობელს არ აქვს სრული ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს პროცესი, რა საფრთხე შეიძლება არსებობდეს და ასე შემდეგ. ვფიქრობ, აი ეს მიმართულებაც ზოგადად კლინიკების მიერ შეიძლება გაუმჯობესებულის იქნეს. ამის შემდეგ უკვე პირველ რიგში სწორედ იმ კლინიკაში ხდება წესით ასე არის განხილვა, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა და შემდეგ ამაში ერთვება დარგობრივი ასოციაციები, იმიტომაც არსებობენ, რომ ესეთი შემთხვევები სწორედ იქ ექსპერტთა კომიტეტებია, სადაც უნდა დასხდნენ და გაიაზრონ ეს ყველაფერი და ამის შემდეგ უკვე როგორც გითხარით, ეს შეიძლება გახდეს როგორც სასწავლო შემთხვევა. არა მარტო ის, რაც ცუდად დამთავრდა, არამედ ის, რამაც რთული მდგომარეობიდან როგორ მოხდა, ვთქვათ, კარგი გამოსავლის მიღება. ეს ძალიან სასიამოვნოა. თავისთავად ალბათ ასეთი შემთხვევებიც უნდა განიხილებოდეს, მაგრამ ბატონო უკრე ალბათ თქვენ დამეთანხმებით, რომ ძირითადი პრეტენზიები და ძირითადი ჩივილები სწორედ არის იმ შემთხვევებზე, როცა შედეგი ლეტალურია. ასეთ შემთხვევაში ვთქვათ, თუ დაავადება, ადამიანის ორგანიზმი ძალიან რთული სისტემაა და შეიძლება ნებისმიერ ვთქვათ კურნალობას არც დაემორჩილოს. ასეთ შემთხვევაში ვინ უნდა აუხსნას პაციენტს, რომ ის რაც მოხდა, ეს იყო აბსოლუტური გამოვალი მდგომარეობა და ვთქვათ, არც შეცდომასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე, არც უყურადღებობასთან, უბრალოდ ორგანიზმა, ვთქვათ, ვეღარ ბრძოლა სათანადოდ. ანუ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პაციენტის პატრონთან საუბარი დავიწყოთ არა მას შემდეგ, რაც შემთხვევა მოხდა, არამედ მანამდე.
მანამდე სანამ მკურნალობა დაიწყება, ექიმმა უნდა დაუთმოს გარკვეული დრო და საკმაოდ დიდი დრო და თავიდან ბოლომდე ყველაფერი უნდა აუხსნას პაციენტს, რა ხდება, რა გართულება შეიძლება ამას მოყვეს, რა სცენარით შეიძლება განვითარდეს, მათ შორის ყველაზე უფრო ცუდი ვარიანტიც და ასე შემდეგ. პაციენტი მკურნალობაზე აცხადებს თანხმობას და პრინციპში გადაწყვეტილებას ექიმი მარტო თვითონ ცალსახად არ იღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის შესახებ იღებს პაციენტთან ერთად. ასე რომ პაციენტის ინფორმირებულობას რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აუცილებელია ამაზე საუბარი დავიწყოთ მანამდე სანამ დავიწყეთ მკურნალობას. მიანობაში ეს საკითხი უფრო მეტად არის მოგვარებული იმ თვალსაზრისით, რომ მთელი 9 თვის განმავლობაში, ანტენატალური პერიოდის განმავლობაში, როდესაც ქალი ფეხმძიმედ არის, ვიზიტების დროს ანტენატალური ვიზიტების დროს ხდება მასთან და მის მეუღლესთან საუბარი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე არსებობს მშობელთა სკოლა, სადაც ორსული ქალი დადის თავის მეუღლესთან ერთად და მთელი ორსულობის განმავლობაში ისინი მაქსიმალურად იღებენ ინფორმაციას თუ რა შეიძლება მოხდეს და როგორ განვითარდეს. და თვითონ მშობიარობას უმეტეს შემთხვევაში მეუღლე ესწრება და მე ვფიქრობ, რომ აქ პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ მეუღლე ესწრებოდეს მშობიარობას და არა დეიდა, მეზობელი, მეგობარი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს ოჯახის პრობლემა და ოჯახის გადასაწყვეტი საქმეა. და შესაბამისად ეს მეუღლე გაცილებით უფრო ინფორმირებულია, თან თვითონ უყურებს და მონაწილეობს ყველაფერში, რაც იქ ხდება. ზარია, მე მანიშნებენ რომ უკვე ზარია ჩვენთან ეთერში, გისმენთ ყურადღებით? გამარჯობა. გამარჯობათ. ჩვენს მეგობარს დაუსვეს უმძიმესი დიაგნოზი, შემდეგ წავიდა სამხაროულო საზღვარგარეთ და აღმოჩნდა რომ ეს დიაგნოზი არ ჰქონდა. როგორ უნდა გაირკვეს ამ შემთხვევაში ეს უგრილობა ექიმის მხრიდან თუ შეცდომა და პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს ჩემი მეგობრისთვის ამ შემთხვევაში. დიდი მადლობა, თქვენ ახლა მოისმენთ პასუხს ამ შეკითხვაზე ბატონო არჩილ ბატონო უკრი რომელსაც გნებავთ შეგიძლიათ გასცეთ ასეთი ტიპის შემთხვევები სამწუხაროდ მე პირადად ხშირად მსმენია და ბატონო უკრი თქვენ როგორ კომენტარს საერთოდ მეღიმება როცა რომელიმე ექიმი ამბობს რომ მე შეცდომა არ მომსვლია არასდროს. თუ კლინიცისტია და თუ ბევრი პაციენტი ყავს, შეცდომაც აუცილებლად ექნებოდა. თუ ამბობს რომ შეცდომა არ მომსვლია, ან ტყუის, ან უბრალოდ არ ყოლია იმდენი პაციენტი, რომ შეცდომა მოსვლოდა. ეს არის სტატისტიკა, ვერსად ვერ გავექცევით. ანუ რაც უფრო მეტია, თქვა პაციენტი, მეტი ალბათობაა რომ იყოს შეცდომაც. დიახ, მე მოგიყვანთ ბევრ მაგალითს, როდესაც საზღვარგარეთ დაუსვეს ძალიან მძიმე დიაგნოზი და აქ აღმოჩნდა რომ არ იყო ეს პათოლოგია. და ასე შემდეგ საზღვარგარეთაც ხდება, მე ამერიკის შეერთებულ შტატებში თითქმის წელიწად-ნახევარი მომიწია ყოფნა. იაპონიაში ვიყავი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, გერმანიაში, იქაც ბევრი მინახია, რომ შეცდომა დაუშვა ექიმმა, მაგრამ განსხვავება რა არის, იცით? ჩვენთან ეშინია ექიმს და მალავს ამ შეცდომას. და იმათ არ ეშინიათ პირიქით, ის ხმამაღლა ამბობს ამ შეცდომაზე, იცით რატომ? იმიტომ რომ მე თუ მომივიდე ეს შეცდომა, შენ შეიძლება რომ მოგივიდეს. ამიტომ ამ კუთხით თხილად იყავი. და ეს რომ თქვას ხმამაღლა ექიმმა, ამისთვის უნდა იცოდეს, რომ ციხეში არ ჩასვამ. ბატონო არჩილ, ამ წუთას ასეთია სისტემა. ვთქვათ, პაციენტი მიმართავს ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს, რომელიც უკვე თქვენ გიგზავნით ამ ტიპის, ვთქვათ, უხეშად ვთქვათ, кейსებს, მაგრამ ახლა ასე იხმარება ეს სიტყვა. რა ტიპის შემთხვევებია გაცილებით უფრო მეტი და ყველაზე მეტ სირთულეს რა შემთხვევაში, ვთქვათ, აწყდებით აი ამ кейსების განხილვის დროს? შემთხვევები ძალიან ბევრი იყო წინა წლებშიც და წელს განსაკუთრებით მომატებულია, ვინაიდან სამინისტროსგან ჩვენ უკვე ვიღებთ ისეთ შემთხვევებს, როცა მიდის დავა კლინიკასთან გარკვეული სერვისის ანაზღაურების თუ არ ანაზღაურების თაობაზე. საქმე ეხება შემთხვევებს, როდესაც იწვა საავადმყოფოში პაციენტი, მას ჩაუტარდა რაღაც სამედიცინო манипуляცია და გარკვეული დროის შემდეგ მოხდა მისი რეჰოსპიტალიზაცია. და სამინისტრო ჩვენგან ითხოვს კონკრეტულ პასუხებს ზოგჯერ ამ შემთხვევაში, რამდენად დაკავშირებული იყო ეს გართულება იმ შემთხვევასთან, როდესაც პაციენტი იწვა სტაციონარში, ვინაიდან ეს დაკავშირებულია უკვე ანაზღაურებასთან. ეს საკმაოდ რთულია ეს შემთხვევა და ამან იმატა. ალბათ მომავალწილს ცოტა სხვანაირად უნდა დაიგეგმოს ეს საკითხი, ვინაიდან ამ რაოდენობას რეცენზიების ძალიან ძნელია, რომ მოასწრონ უბრალოდ რეცენზენტებმა ამდენი პასუხის დაწერა. თან თითოეულ შემთხვევაზე როგორც წესი არის ხოლმე 3-4 სფეროს სპეციალისტის დასკვნა საჭირო. დაწყებული თქვა ქირურგის, რეანიმატოლოგის, შეიძლება იყოს ენდოკრინოლოგის, შეიძლება იყოს ინფექციონისტის და ზოგჯერ 5-6-მდე არ მახსოვს, მაგრამ ზოგი შემთხვევა არის ხოლმე, რომ თითქმის ყველა დარგის
შემთხვევებს ითხოვენ. რა თქმა უნდა, როგორც წესი ჭარბობს მეანობა გინეკოლოგიის, პედიატრიული შემთხვევები, ქირურგიული შემთხვევები და ასე შემდეგ. მათ შორის გვაქვს რა თქმა უნდა ფსიქიატრიulis და არის ამის სტატისტიკა სხვათა შორის საჯარო არის და რეგულირების სააგენტოს აქვეყნებს ხოლმე ამას. უბრალოდ მე ზოგად ციფრებს გეტყვით დაახლოებით წინა წლის მახსოვს წელს არ დამთავრებულა სადღაც 350 შემთხვევა იყო ესეთი, მაგრამ აქ მე ვსაუბრობ რომ იქ შიგნით რამდენი იყო თვითონ შემთხვევა არ ვიცი შეიძლება ძალიან ბევრად გაიშალა, მაგრამ ერთი რამეც მინდა თქვა რომ უმეტეს შემთხვევაში და 2/3 შემთხვევაში ექიმების შეცდომა აქ არ იკვეთებოდა და დასკვნა იყო ისეთი რომ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ შედეგი ნორმალური დამდგარიყო. ისე ექიმებისგან ყოფილა მომართვიანობა, ვთქვათ, რომ დაემტკიცებინათ თავიანთი სიმართლე. ექიმისგან იცით რაღაც არ მახსოვს მე მგონი კი იყო რაღაც ესეთი, მაგრამ ცალკეული შემთხვევები. ну ჩვენ ასევე გვაქვს შემთხვევები კერძო სადაზღვევო კომპანიებისგან, როცა ისინი ედავებიან იგივე კლინიკას, ისევე როგორც სამინისტრო ედავება, ვთქვათ დღეს. ჩვენ როგორც წესი არ ვიღებთ ასე ვთქვათ პაციენტებისგან პირდაპირ, ვინაიდან თვითონ ჩვენი გამგეობის გადაწყვეტილებით ეს ისეთი საკითხია, რასაც დოკუმენტაციას უნდა დადგენილი წესით მოწოდება. თქვენ როგორ ბრძანეთ, როცა აღმოჩნდება გარკვეული შემთხვევა, იქ სამინისტროს რეგულირების სააგენტო მიდის დადგენილი წესით იღებს ამ დოკუმენტაციას და შემდეგ ის აწვდის ჩვენს გაერთიანებას და ამას ვერც პაციენტი ვერ გააკეთებს ცალკე დამოუკიდებლად და ძალიან სადაზღვევები ახერხებენ, ბუნებრივია. თუმცა ჩვენ დასკვნებს ჩვენი რეცენზენტები წერენ მხოლოდ მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე. მუხლი 74 მე მინდა წავიკითხო იმ შემთხვევაში თუ დამოუკიდებელი საქმიანობის არასწორად წარმართებისთვის გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობა რას ითვალისწინებს? რამდენიმე პასუხისმგებლობის შემდეგი სახეებია: წერილობითი გაფრთხილება, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება, სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები. ფიქრობთ თუ არა, რომ ეს რეგულაციები არის საკმარისი იმისთვის, რომ სურათი დადგეს გაცილებით უფრო კარგი? მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ექიმისთვის ლიცენზიის შეჩერება სრულიადაც არ მუშაობს, მართალი რო გითხრათ რა. იმიტომ რომ იმ პერიოდში, სანამ თქვენ ლიცენზიას შეუჩერებთ ექიმს, ის განიცდის დისკვალიფიკაციას. მისი კვალიფიკაციის დონე კლებულობს. აი რა პრობლემა გვაქვს ახლა ჩვენ ძირითადად ექიმის კვალიფიკაციის პრობლემა იკვეთება ხშირ შემთხვევაში. ხშირი შემთხვევაა სხვათა შორის, რომელიც გადაეცა პროკურატურას, გადაეცა სასამართლოს და ჩვენ ექსპერტებს ხშირად სასამართლოსაც უწევთ ხოლმე ბრალდებლის მხრიდან მოწმეებად გამოსვლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ მაპატიეთ ბატონო კლი ჩაგეკითხებთ, მაინტერესებს. ანუ პაციენტს შეუძლია პირდაპირ მიმართოს სასამართლოს, პირდაპირ და არა რეგულირების სააგენტოს და თქვენთან შემოვიდეს. ანუ მას შეუძლია გარდა იმისა, რომ პირდაპირ მიმართოს საგამომძიებო ორგანოებს, ჩვენგან გადაგზავნილი დასკვნის საფუძველზეც სამინისტრო შემდგომ თუ იქ იკვეთება აშკარად კრიმინალი გადააგზავნის ხოლმე საქმეს პროკურატურაში. ანუ მარტო ლიცენზიის შეჩერებით არ იფარგლებიან. უბრალოდ საქმე იმაში არის დადგენილი ფაქტია, რომ წელიწადში ამერიკელები ესე ამბობენ, რომ დაახლოებით 150 ოპერაციას მაინც უნდა აკეთებდეს ქირურგი, რომ მისი არ განიცადოს დისკვალიფიკაცია. და აქ როცა 6 თვით შეუჩერებთ ადამიანს ლიცენზიას, 6 თვის მერე ის სანამ ისე ფორმაში შევა, კაი დიდი დრო დაჭირდება. ის რომ ჩემთვის ეს გამოსავალი არ არის. ლიცენზიის შეჩერება. თან ამავდროულად ეხლა არ მუშაობს ეს სავალდებულო უწყვეტი პროფესიული განვითარება და 6 თვის შემდეგ მას ავტომატურად შეუძლია გაგრძელება საქმიანობის. ესეც არის. რაც არ უნდა კურსებზე გააგზავნოთ. გასაგებია. ანუ მაშინ როგორ უნდა მოხდეს გამიჯნვა და ვთქვათ, აი რა სანქციები იქნება აუცილებელი იმისთვის, არ შეწყდეს ვთქვათ პერიოდი მისი მუშაობის, მაგრამ იყოს დაკვირვების ქვეშ ვთქვათ იგივე სპეციალისტებისგან, დარგის სპეციალისტებისგან, რომ არ მოხდეს იგივე შემთხვევა. ხო შეიძლება შემთხვევაზე გამეორდეს. ასეთ დროს როგორ უნდა დავიცვათ პაციენტები? მე გეტყვით ერთ-ერთ მაგალითს, როგორ არის ერთ-ერთ ამერიკის შეერთებულ შტატების ერთ-ერთ შტატში, ერთ-ერთ კლინიკაში მიღებული. იქ მაგალითად ასე იყო, რომ როდესაც ექიმი რამე შეცდომას დაუშვებდა, იმას აგზავნიდნენ 5 სპეციალისტთან
და იკითხავდნენ შენ როგორ მოიქცეოდი ამ სიტუაციაში. თუ 5-დან 4 ამბობს რომ მე ესე არ მოვიქცეოდი, სხვანაირად გავაკეთებდი, ამ ადამიანს ეუბნება კლინიკის მენეჯერი, იქ შიგნით სამედიცინო სამყაროში ხდება ეს ყველაფერი. კლინიკის შიგნით ხდება ყველაფერი. ეუბნება რომ თქვენ უნდა დატოვოთ კლინიკა, ჩვენ არ გვაწყობს ერთად მუშაობა. მაგრამ თუ 5-დან 4 ამბობს რომ მეც ესე მოვიქცეოდი, მაშინ იმ ადამიანს კიდევ ერთხელ კარგად გაანალიზებენ რამ. თუ მეორედ მოვიდა ესეთი შემთხვევა და მესამედ მოვიდა ესეთი შემთხვევა, რა თქმა უნდა დაემშვიდობებიან. და ჩვენ უნდა ვიყოთ ალბათ პროფესიონალის იმედად, რომელიც არასოდეს არ გაწირავს თავის კოლეგას, თუ ჩათვლის რომ ამ ტიპის შეცდომა მასაც შეიძლებოდა დამართოდა. რა თქმა უნდა, დიახ, აქ პრინციპი ზუსტად ამაშია, რომ როცა სამედიცინო შემთხვევა ირჩევა სამედიცინო სამყაროში, იქ დაფარული არაფერი აღარ რჩება საერთოდ. მაგრამ როცა ირჩევა პროკურატურაში და სასამართლოში, იქ რა თქმა უნდა ის ადამიანი თავს იცავს და ბევრ რამეს ისე არ იტყვის როგორც იყო. დაიმალება და რომ ამ ადამიანის ციხეში ჩასმა გაცილებით უფრო ნაკლებ მოგებას მოგცემს ჩვენ, ვიდრე გავარჩიოთ ბოლომდე, ფესვებამდე ჩავყვეთ რა ხდებოდა და ის თუ იყო სისტემური შეცდომის გამო აღმოვხრათ ეს სისტემური შეცდომა და შემდგომში სხვა პროფესიონალი არ ჩადგეს ზუსტად იგივე სიტუაციაში და იგივეთი რო არ დამთავრდეს ეს შემთხვევა. მითუმეტეს პროკურორს არასოდეს დავაზუსტებდი აი თქვენ რომ ბრძანეთ, როდესაც უჩერდება ლიცენზია ექიმის სერტიფიკატი, მას შეუძლია უმცროს ექიმად და ადმინისტრაციაში როგორც წესი ესე ხდება ხოლმე ის გადადის უმცროს ექიმად, უმცროსი ექიმის შემთხვევაში მას შეუძლია სამედიცინო საქმიანობის წარმართვა მხოლოდ ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. დღეს ეს მექანიზმი არის იმის დასაცავად რომ სუმპლიან უფრო მეტად არ მიიღოს დისკვალიფიკაცია. დღეს ეს მექანიზმი მუშაობს, მაგრამ რომ დამთავრდება ეს დრო, შემდეგ მას ავტომატურად აღუდგება და პროფესიულ საბჭოზე ავტომატურად უნდა გავიდეს ეს საკითხი, თუ დამთავრდა თქვა 6 თვიანი პერიოდი გავიდა ან რამდენი ხითაც ქონდა შეჩერებული, მას ავტომატურად უდგება. ანუ არანაირი თქვა და ამის შემდეგ ვინაიდან ისევ და ისევ უბრუნდებით უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემა არ არის ავალდებულო, ისევ და ისევ მას ავტომატურად შეიძლება გააგრძელოს სამედიცინო საქმიანობა, რაც ვფიქრობთ რომ აი სწორედ ამაზეა მიმართული, რომ ამის შემდეგ შეიძლება მან კიდევ გაიაროს დამატებითი ტრეინინგი, გამოცდა, რაღაცა როგორც ხდება ყველგან. ახლა დაუბრუნდეს სამედიცინო საქმიანობას. დაუბრუნდეთ ჩვენც აი ცვლილებების, ვთქვათ, იმ პაკეტს, რომლის შეტანას თქვენ გნებავთ, რას გულისხმობს ეს და როგორ გინდათ რომ გამოიყურებოდეს, ვთქვათ, კანონი, რომელიც სრულიად დაიცავს პროფესიონალს, ყველანაირი, ვთქვათ, ანუ პრევენცია იქნება მისი როგორ გამოიყურებოდეს ეს, რა თქმა უნდა მოხდეს კონსულტაციების შედეგად, ჩვენ წინა შეხვედრაზე აღვნიშნეთ, ახალი კომიტეტია, რა თქმა უნდა, იქ ძველი წევრებიც არიან, პროფესიონალები არიან ეს ადამიანები, ვინც დღეს იქ არიან და ვფიქრობთ, ადრეს გქონდა ჩვენ განხილვა და როცა გვექნება საშუალება, სწორედ მათთან ერთად შეიძლება იმის მოძებნა სწორედ იმ ოქროს შუალედის, როდესაც ეს ყველაფერი წაადგება სამედიცინო დახმარების ხარისხს და არა პირიქით ამის მიჩქმალვას და დამალვას. ვფიქრობ, ამის მოძებნა რედაქციულად და წმინდა ტექნიკურად სწორედ ამ შეხვედრის და ალბათ განხილვის შემდეგ იქნება შესაძლებელი. უმეტესობა ვისთანაც ჩვენ გქონია საუბარი აქამდე, ყველა თანხდება, რომ სწორედ ესე უნდა მოხდეს, რომ ეს წაადგეს საქმეს და არა ისე როგორც დღეს არის. თავიდანვე გამოვაცხადოთ, რომ კრიმინალია, აღძრულია საქმე სიცოცხლის მოსპობის მუხლით. უკვე განწყობა იქნება, ძალიან ნეგატიური და შესაბამისად, როგორც ის ექიმი, ასევე რეცენზენტი დგება ძალიან დიდი წნეხის ქვეშ, რომ შეცდომის დაფიქსირებაც კი რატომღაც შეიძლება გახდეს ადამიანის კრიმინალად შერაცხვის საბაბი, რაც არანაირად არ არის. მე აუცილებლად მინდა მე ალბათ ექიმის ფსიქოლოგიურ მომენტებზეც ვისაუბრო, რამაც შეიძლება მე ძალიან შეუშალოს ხელი მის მომავალ, თქვათ, კარიერას. თუმცა ერთი ზარია მაყურებლის სიამოვნებით. გისმენთ ყურადღებით? გამარჯობათ. გამარჯობათ. გისმენთ ყურადღებით. ესეთნაირი რა მოხდა ქალბატონო 2010 წელს. დიახ. 2010 წელს ექიმის დაუდევრობით კინაღამ გარდა მომიკვდა შვილი. ეს ექიმი იყო არ დავასახელოთ ექიმი ძალიან გთხოვთ რა მე წინააღმდეგი ვარ ამის. ეს ყველა თითქმის თბილისში ცნობილი ფაქტია ეს ისა.
და ესე იგი მე ხდებოდა ექიმიდან ექიმთან გადამისამართება ჩემი შვილის პოლიციტემია დაუდგინეს ეს პოლიციტემია იყო საწყისი სტადია და არ იყო ეს ჩამოყალიბებული დავადება და არ საჭიროებდა იმ კურნალობას ჩაუტარეს პლაზმაფერეზის პროცედურები გამათხელებლის გარეშე კომისიამ შეისწავლა იქ ნახეს რომ 5 პროცედურის და ერთ-ერთი პროცედურას დროს იყო მარტო 1000 მილიგრამი გეპარინი შეყვანილი და ესიც მოხდა იმის შემდეგ როდესაც მე ექიმს უთხარი სხვები შარდზე გამოდიან და ჩემი შვილი შარდზე რატო არ გამოდის ამ პროცედურების ჩატარების დროს მეთქი თქვენი კითხვა რაში მდგომარეობს ქალბატონო ნუ ესე იგი გაუთიშეს ღვიძლი და კინაღა მომიკვდა შვილი და შემდეგ შეისწავლა როდესაც ჩვენ დავბრუნდით გადავინერგეთ ღვიძლს და ჩამოვედით საქართველოში შემდეგ დავიწყე ამ საქმეზე მოკვლევა რომ უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ ეს იყო ექიმის შეცდომა და შეასწავლეს იმ ექიმს ეს ჩვენი საქმე ვინც იყო მკურნალი ჩემი შვილის ასე რომ და ვერ გვიშველა და მიგვითითეს რომ ბოლოს დაიმალა და ჩვენ იძულებული გავხდით წავსულიყავით თურქეთში რომ პირველად გადარჩენა იქ მოხდა რა ასე რომ ვთქვათ გამათხელებლები დაუყენეს და მაგრამ ღვიძლის ესე იგი ფუნქცია ვეღარ აღდგა და წელიწად ნახევარში იძულებული გავხდით გადანერგვა გაგვეკეთებით გასაგებია რა ვიცი კომენტარზე ესეთი შემთხვევების გარჩევარი განსაკუთრებით აი როდესაც იგივე ექიმს აძლევენ იგივე ექიმ ისიც აქ ისევ იმას საუბრობთ ისევ იმ იყო დამნაშავედ მე გეტყვით ყველაზე უფრო მიღებული და მისაღები არის ნიარმის кейსების გარჩევა აი ესეთი როდესაც ძალიან მძიმე სიტუაცია იყო და პაციენტი გადარჩა იმიტომ რომ თუ პაციენტი დაიღუპა მაშინ ასეთ შემთხვევაში უფრო მაინც ჩაკეტილები არიან ექიმი ძნელია ჩაწვდე ბოლომდე რა ხდებოდა ნიარმისის დროს როდესაც პაციენტი გადარჩა მაგრამ ძიმე მდგომარეობაში იყო აი იქ უფრო მარტივია ხოლმე უფრო ადვილად ბოლომდე გიყვება ექიმი რა ხდებოდა სად რომელ ეტაპზე რა იყო ამ შემთხვევაში ჩემთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება რომ ეს გაირჩეს სამედიცინო საზოგადოებაში და ბოლო წერტილამდე გაირკვეს რატო არ გაუკეთეს როგორც ქალბატონმა ბრძანა იმის სიტყვებზე გამათხელებლები რატომ არ გააკეთეს ის ზუსტად რაც უნდა გაეკეთებინათ რაც თურქეთში გააკეთეს ამათმა აქ რატო ვერ მიხვდნენ რომ უნდა გაეკეთებინათ ჩემთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება რომ ეს გაირკვეს თავიდან ბოლომდე რომ შემდეგში სხვა პაციენტთან კიდე ესეთი რამ არ მოხდეს, თორე ის ადამიანი აგრძელებს ახლა მუშაობას, როგორც მუშაობდა ისე. და რაც ქონდა აქ შეცდომები, იგივე შეცდომებს გაიმეორებს და არა მარტო ის, ალბათ სხვაც, იმიტომ რომ ალბათ ესე არის მიიღებული იმ საზოგადოებაში. როგორ ფიქრობთ, სამედიცინო საზოგადოება იქნება ამისთვის ბატონო არჩილ მზად რომ მიიღოს აი ეს ფორმა ურთიერთობის, გნებავთ აი ეს გარჩევები, იმიტომ რომ მე მესმის ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია, როდესაც ავადმყოფი ვთქვათ გირთულდება, ან კიდე უფრო უარესი, როცა ლეტალური შედეგი დგება. ნამდვილად წარმომიდგენია და არც უბრალოდ არც მინდა წარმოდგენა როგორი მძიმეა ალბათ ეს ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის, იმიტომ რომ ყველა პროფესიის ადამიანი არის ჯერ ადამიანი და შემდეგ მას რა აქვს პროფესია. შესაბამისად, როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება მზაობა, ვთქვათ, სამედიცინო სფეროების, როგორ მოდიან ამ დიალოგზე თქვენთან სპეციალისტები? აი ამაზეც საქმეც ის არის, ქალბატონინო, რომ ჩვენმა გაერთიანებამ ამ პროცესში მონაწილეობა დაიწყო სადღაც 5 წლის წინ. როდესაც ჩვენი გაერთიანება უკვე მე-6 წელია რაც დაფუძნებულია და ასოციაციების ჩართულობა და მზაობა იმისა რომ მიეღოთ მონაწილეობა სწორედ წამოვიდა დარგობრივი ასოციაციებისგან ვინაიდან ყველა ასოციაცია არის მოწოდებული იმისკენ რომ მაქსიმალურად დაეხმაროს თავის წევრებს გააუმჯობესონ სამედიცინო დახმარების ხარისხი მისდიონ თანამედროვე გზამკვლევებს ჩვენი გაერთიანების ფარგლებში სადღაც 300-ზე მეტი კლინიკური მართვის პროტოკოლი დაიწერა ეს კიდევ 2011 წელს, მაგრამ ცალკე ასოციაციებს, იგივე მეან გინეკოლოგებს და სხვებსაც თვითონაც ჰქონდათ წარდგენილი მართვის პროტოკოლები. ეს ყველაფერი არის ექიმთა პროფესიული საქმიანობა. ყველა, ანუ ამისთვის მზაობა არის და იმიტომაც არჩევენ რეცენზენტები და ასოციაციები, იმიტომაც არჩევენ ამ შემთხვევებს. ფაქტიურად ანაზღაურების გარეშე ეს არის პროფესიული
ისე მათი პროფესიული დახვეწისთვის და ამას უთმობენ თავიანთ დროს და სწორედ ნუკლიმ რაც ბრძანა რომ ეს შემთხვევები რთული შემთხვევები რომელიც დაამთავრდა საბედნიეროდ კარგი გამოსავალი დადგა სწორედ ის არის მართლა კარგი შესასწავლი და ეს შემთხვევები რაც გროვდება ასოციაციებში სწორედ არის ის მასალა რაზეც მუშაობა არის საჭირო და გაუმჯობესება და ყველაფერი ის წაადგება სფეროს ისევე როგორც კონკრეტულ სპეციალისტებს ასევე რა თქმა უნდა პაციენტებს ასე რომ ეს მზაობა რო არსებობს იმიტომაც მონაწილეობენ ასოციაციები ამ პროცესში და მე ვიცი რომ თქვა ნუგრისაც სხვა რეცენზენტებსაც ხშირად მოუწევთ ხოლმე ან სასამართლოზე ან ზოგჯერ პროკურატურაში აბსოლუტურად ამათთვის ოქროს დროით ხარჯვა და არანაირი ვალდებულება ამის შეიძლება არ კონდეს, მაგრამ ნუ მაინც ეს ადამიანები მიდიან ამაზე, ვინაიდან საზოგადოებრივი შეკვეთა ამოდი, ასე ვთქვათ, რომ ექიმი რო ხარ, ზოგ შემთხვევაში უსასყიდლოთაც და ზოგ შემთხვევაში დამატებითი დროის ხარჯზე უნდა გააკეთო ეს საქმე. ძალიან დიდი მადლობა. მე ახლა პროდიუსერი ყურში მანიშნებს, რომ ძალიან ბევრი ზარი ამ თემაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და მაყურებელს ეს თემა ძალიან აინტერესებს. დღევანდელი დრო კი ამოიწურა ამ თემაზე სასაუბროთ, თუმცა მე მინდა ყოველთვის დაგითმოთ დროს სიამოვნებით, იმისთვის, რომ მეტ ადამიანს მოусმინოთ და რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ალბათ მოისმენს ასოციაციების სპეციალისტების მოსაზრებებს, რომ რაც შეიძლება საუკეთესო სურათი დაიდოს, მით უმეტეს მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ავადმყოფობა ეს არის ბრძოლა ჯანმრთელობისთვის და ამ ბრძოლაში მხოლოდ ექიმები არ მონაწილეობენ, ამ ბრძოლაში მონაწილეობს ყველანი ადამიანები, რომლებიც ვართ ჩართულები სიცოცხლისთვის ბრძოლაში. მე გემშვიდობებით და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ძალიან ხშირად შევხვდებით ჩვენთან სტუდიაში ერთმანეთს. მე უბრალოდ თავისუფლებას ვერ მივცემდი ახლა ბატონი ნუგრისთვის სახალხოდ დიდი მადლობა არ გადამეხადა იმისთვის, რომ მე დღეს აღზივარ და მიმყავს ეს გადაცემა. ეს თავიდან ბოლომდე მისი დამსახურება. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ნუგრი ამისთვის, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ ამ თემაზე აუცილებლად ხშირად შევიკრიბებით სასაუბროთ. დიდი მადლობა.